ეთერში. ახალი საინფორმაციო კამპანია პენსიონერთათვის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი საპენსიო პაკეტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას იწყებს. მომბე დღეს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაზე პარტიების ხედვით დაინტერესდა. რა კონკრეტული ინიციატივები და პროგრამები აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. პოლიტიკური სუბიექტები პენსიების გაზრდაზე, სოციალური უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებაზე, გენდერული ბალანსის დაცვაზე, უმუშევართათვის მინიმალური სტანდარტის და საპენსიო დაზღვევის სისტემის შემოღებაზე საუბრობენ. უფრო დეტალურად პარტიების ხედვაზე თამარ ურუშაძე ისაუბრებს მოამბის პირდაპირ ეთერში. თამარ, იცნობს თუ არა მოსახლეობა უკვე პარტიების პროგრამებს აი ამ კუთხით? ეკა პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს საკუთარი პროგრამა უკვე მზად აქვს, ნაწილი კი ამბობს, რომ ფინანსურად გაწერილ კონკრეტულ გეგმას საკუთარ ამორჩეველს უახლოეს მომავალში წარუდგეს. მოკლედ პარტიების ხედვა ასეთია, საქართველოს გზის ლიდერები თვლიან, რომ პენსია უნდა იყოს $100-ზე მეტი, ამისთვის კი თანხა უნდა გამოყოს სახელმწიფო ბიუჯეტმა. კოალიცია ქართული ოცნება სოციალური უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებაზე და სისტემურ ცვლილებებზე საუბრობს. კონკრეტული ინიციატივები აქვთ ქრისტიან დემოკრატებს, რომელიც ემყარება გენდერულ ბალანსს და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას. სწორედ საარსებო მინიმუმთა პენსიის გათანაბრებაზე საუბრობს ლეიბორისტული პარტიაც, რაც შეეხება ახალ მემარჯვენეებს, ისინი თვლიან, რომ უმუშევართათვის უნდა იყოს შემოღებული ერთიანი სტანდარტი და ასევე უნდა ამოქმედდეს საპენსიო დაზღვევის სისტემა. რა ხედვა აქვთ პარტიებს, ამას უფრო დეტალურად ჩვენ სიუჟეტში ნახავთ. 1 სექტემბრიდან საქართველოს მოსახლეობა ახალი საპენსიო პაკეტით ისარგებლებს. ქალები 60-დან 67 წლამდე და მამაკაცები 65-დან 67 წლამდე 125 ლარიან საპენსიო პაკეტს მიიღებენ. აქედან 15 დაზღვევის თანხაა. მათი პენსია კი ვინც 67 წელს გადააბიჯა 140 ლარი იქნება. 1 სექტემბრიდან 600,000-მდე პენსიონერი, 250,000-ზე მეტი 5 წლამდე ბავშვი, 100,000-ზე მეტი სტუდენტი და 20,000-მდე მოზარდი და მკვეთრად გამოხატული სპეციალური საჭიროების მქონე პირი დაზღვეული იქნება. პენსიის განსაკუთრებული გეგმება მომავალში. კიდევ ერთხელ მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა, რომ თუნდაც იმ 125 ლარიან პაკეტში, რომელიც 15 ლარიან სადაზღვეო, ასე ვთქვათ, პაკეტსაც გულისხმობს, გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ 15 ლარით ის ადამიანი, ის პენსიონერი შეიძლება $100-ზე საბოლოო ჯამში გაცილებით მეტიც კი ხმარდება. მომბე დღეს იმ პარტიების პროგრამები და ხედვით დაინტერესდა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ და საპენსიო რეფორმის თემაზე პერმანენტულად მუშაობენ. საკუთარი პროგრამა აქვს საქართველოს გზის ლიდერს, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია. ნათელა მაჭავარიანის ინიციატივით პენსიის რაოდენობა $100-ზე მეტი უნდა გახდეს. თანხების აკუმულირება კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. ჩემი ინიციატივა იყო დაახლოებით, რომ აი $100-ზე ცოტა მეტი ქონოდა. $100 ვამბობ მე და არა 100 ლარს ადამიანს. მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი ინიციატივა საერთოდ საკრებულოში ეს ინიციატივები ძალიან იშვიათად რომ გავიდეს. ეს არის სახელმწიფოს გარასახდელი და სახელმწიფოს საზრუნავია თითოეული ადამიანი საქართველოს მოქალაქე. საერთო სოციალური უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება და სისტემური ცვლილებებია კოალიცია ქართული ოცნების პრიორიტეტი. თბილისის საკრებულოს წევრი ვიკა დოლიძე ამბობს, რომ მან დედაქალაქის მთავრობა საკუთარი პროგრამა რამდენჯერმე გააცნო, მაგრამ მისი ხედვა არ გაითვალისწინეს. კოალიციის წევრი თვლის, რომ ინფლაციის გათვალისწინებით უნდა გადაიხედოს სამოხმარებლო კალათა და საარსებო მინიმუმის ოდენობა. და ანგარიშების შედეგად კი უნდა განისაზღვროს საპენსიო თანხა. ესე რომ გაზარდო შენ პენსია, ან რის ხარჯზე ზრდი, ან როგორ ზრდი ვთქვათ, ხო? ეს ხო მარტო ის არ არის რომ გაზარდო პენსია. ჩვენ იმაზე ქონდა საუბარი, რომ არ უნდა იყოს ამაზე ნაკლები, იმიტომ რომ ამ პენსიონერს ეწოდინება ამგვარი სისტემური ცვლილების შემთხვევაში, რამდენი ექნება მას მომავალ წელს, რამდენი ექნება მას 2 წელიწადში. იგივე გაითვალისწინეთ ინფლაციური საკითხები, რადგან საუბრობ, გაითვალისწინეთ სამომხმარებლო კალათა. ქრისტიან დემოკრატებს რამდენიმე კონკრეტული შენიშვნა აქვთ. პირველი, მათი ხედვით პენსია უნდა გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს. მეორე, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ქალების შემთხვევაში გადმოიწიოს საპენსიო ასაკის ზედაზღვარმა. ანუ თუ ახალი კანონით ქალმა პენსიონერებმა გაზრდილი 140 ლარიანი პენსია 67 წლიდან უნდა მიიღონ, ქრისტიან დემოკრატების აზრით, მათ ამ თანხის მიღება უკვე 62 წლიდან უნდა შეეძლოთ. ადამიანს, რომელიც საპენსიო ასაკის არის, გულისხმობს 65 წლის ამ შემთხვევაში მამაკაცს, მას უწევს მხოლოდ 2 წელი ლოდინი იმისათვის, რომ გაზრდილი საპენსიო პაკეტი მიიღოს, ხოლო ქალს, რომელიც 60 წლის ასაკში აღწევს საპენსიო ასაკს, მას უწევს 7 წლის ლოდინი იმისთვის, რომ გაზრდილი საპენსიო პაკეტი მიიღოს. ეს უსამართლობაა სალსაბად, ამიტომ ჩვენი ძალიან ლოგიკური შეთავაზება ხელისუფლებისადმი ქრისტიან დემოკრატების იყო, რომ გენდერული თვალსაზრისით გათანაბრდეს ეს. მშრომელთა პარტიის წევრები თვლიან, რომ მთავარი საპენსიო თანხის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებაა. საარსებო მინიმუმი კი მათი აზრით ოფიციალურად გამოცხადებულ 155 ლარზე გაცილებით მეტია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელისუფლება ეძახის, რომ თურმე საარსებო მინიმუმი 155 ლარია, სინამდვილეში ეს არის გაცილებით მეტი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ
პენსია უნდა იყოს გათანაბრებული ამ ეტაპზე საარსებო მინიმუმთან მაინც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პენსია ამ ეტაპზე არ უნდა იყოს ნაკლები, ვთქვათ 220 ლარისა, 200 ლარისა. ახლების აზრით, თავარი მიმართულებების სრულფასოვანი საპენსიო რეფორმის დანერგვა, სოციალური დახმარება და საკომპენსაციო თანხაა. უნდა შეიქმნას საპენსიო დაზღვევის სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება მოქალაქეების შენატანებზე. პენსიის ოდენობა უნდა განისაზღვრებოდეს იმის დამიხედვით, რამდენი წელი იმუშავა ადამიანმა, რა საპენსიო დანაგროვი შექმნა და მხოლოდ აქედან გამომდინარე უნდა განისაზღვრებოდეს მისთვის პენსიის განაკვეთი. გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გარკვეული მინიმალური სახელმწიფო სტანდარტი, რომელიც გათანაბრებულ ერთიან სისტემას შექმნის ადამიანებისთვის, ერთიანი ოდენობით დაენიშნებათ ადამიანების პენსიებს. პოლიტიკური პარტიების ნაწილს საკუთარი პროგრამა უკვე მზად აქვს. ნაწილი კი ამბობს, რომ დეტალურად გაწერილ და ფინანსურად დასაბუთებულ გეგმას ამორჩელებს უახლოეს მომავალში გააცნობა. მომავე დღეს სპეციალურად დაინტერესდა იმ პარტიების ხედვით, რომელთაც უკვე აქვთ კონკრეტული გეგმები და რომლებიც ყველაზე ხშირად საუბრობდნენ მათ პროგრამებზე მოსახლეობასთან და ხშირად აცნობდნენ ხელისუფლებას საკუთარ ინიციატივებს. რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, ეს კამპანია, რომელიც პენსიონერთათვის არის განკუთვნილი, უკვე დაიწყება ივლისიდან. ამ კამპანიის ფარგლებში ყველა ადამიანი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ახალ საპენსიო პაკეტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა თამარ.